კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ქრონიკას 9-ზე. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა. აღინიშნა, რომ კავშირების შემდგომ განვითარებას ხელს შეუწყობს საბჭოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება. გამოითქვა იმედი, რომ შესაბამისი მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით დადებით გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებენ. შეხვედრას, რომელიც დუბაიში მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში გაიმართა, საგარეო საქმეთა მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსიც ესწრებოდნენ. საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობას შორის სამთავრობო გამოცდილების გაცვლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა და არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა და მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა მარიამ ალ-ჰამადმა მოაწერეს ხელი. როგორც აღინიშნა, მემორანდუმი წარმატებული გამოცდილების ურთიერთგაზიარებას, მმართველობის გაუმჯობესებას და ინოვაციური პრაქტიკის დანერგვას შეუწყობს ხელს. საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. აღნიშნული მემორანდუმი გულისხმობს სამთავრობო შორის გამოცდილების გაზიარებას ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიც არის სტრატეგიული დაგეგმა და სტრატეგიული დოკუმენტების აღსრულება. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს მიმდინარე პროექტი, რომელიც გულისხმობს სტრატეგიული მიზნების მიღწევად შესაბამისი ელექტრონული მონიტორინგის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით, შესაბამისად ტექნოლოგიური მიმართულებითაც გვექნება თანამშრომლობა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშად არსალია ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე. საგარეო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრისას მხარებმა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. მომხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვისთვის მზადყოფნას და სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობას. შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები და საქართველოსთან თანამშრომლობის პერსპექტივები. ამერიკულმა მხარემ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერა. სასურსათო პროდუქციის მედიკამენტებსა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში იმსჯელებენ. კომისია შეიმუშავებს და მოამზადებს შესაბამის დასკვნას და რეკომენდაციებს. პარლამენტის დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა 3 თვით განისაზღვრება და მუშაობას ხვალიდან დაიწყებს. სინქრონში იქნება ფაქტობრივად პარლამენტის და მთავრობის მუშაობა და ამ შემთხვევაში ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ ძირითად სასურსათო პროდუქციაზე, სადაც ჩვენ რეალურად სივრცეს ხედავთ, ფასებმა დაიწიოს. ჩვენ მუშაობას მორჩებით აპრილის ბოლოსკენ, შესაბამისად ძალიან დიდი ალბათობით უკვე ამ პერიოდში იქნება კონკრეტული მიმართულებებით ფასები დაწეული, თუმცა არ გამოვრიცხავთ იმასაც, რომ პროცესის განმავლობაშიც დაიწყოს კონკრეტულ მიმართულებებზე ფასების კლება. ზოგადი და უმაღლესი განათლების შესახებ კანონებში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დააჩქარებული წესით განიხილავს. საკანონმდებლო ცვლილებებს დღეს მეორე და მესამე მოსმენით განიხილავენ, როგორც კომიტეტის, ისე პლენარულ სხდომაზე და კენჭს უყრიან, რის შემდეგაც განათლების რეფორმა ოფიციალურად კანონის სახეს მიიღებს. ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური რეფორმა არის და ვფიქრობ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი ქართული ოცნების მმართველობის პროცესში, ვინაიდან აღნიშნული რეფორმა არის პირველ რიგში შორსმჭვრეტელი სტრატეგიული, რომელსაც შედეგი მათ შორის დაუდგება 10 წლის შემდგომ, თუმცა მიუხედავად ამისა, იმ ცვლილებების შედეგებს მალევე შეიქმნობს როგორც სტუდენტები, როგორც პროფესორები, ასევე რაც ყველაზე უფრო მთავარი არის ჩვენი განათლების სისტემის ხარისხი იქნება გაუმჯობესებული. განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორსა და აკადემიურ პერსონალს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხი განიხილეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატით წარიმართა. მომდევნო შეხვედრა კი 6 თებერვალს განათლების მინისტრ გივი მიქანაძესთან შედგება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
მსჯელობა იყო ძალიან ემოციურიც, საქმიანიც, ძალიან ბევრი მწვავე შეკითხვა დაისვა, გარკვეული პოზიტიური, ასე ვთქვათ, და იმედის მომცემი ნიშნები ნამდვილად იყო. მსჯელობა მიდის დეტალებზე და მსჯელობა მიდის იმ საკითხებზე, რომ ეს პროცესი იყოს ძალიან მინიმალურად მტკივნეული. შეხვედრა კვლავ გაგრძელდება, ეს იყო როგორც ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებული, ასე ვთქვათ, შეკითხვები და მეორე იყო, რა თქმა უნდა, პოლიტიკური საკითხები, რომელსაც გასცემს პასუხს უკვე, რა თქმა უნდა, მინისტრი და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ პარასკევს, როგორც ტექნიკური უნივერსიტეტი, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთად შეხვდება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს. ქონდა ძალიან საინტერესო დისკუსია, მათ გამოთქვეს მოსაზრეები რეორგანიზაციის საკითხებთან დაკავშირებით, ასევე მათი პოზიცია დააფიქსირეს ფაკულტეტების მიხედვით. უახლოეს დღეებში მინისტრს ექნება დამატებითი კონსულტაციები, შეხვედრას შესაძლებლობა ექნება დაესწროს ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლები, სადაც გარკვეული ტიპის გადაწყვეტილებებს დამატებით მივიღებთ. ილიას უნივერსიტეტის მეორე ვადით არჩეული რექტორის პოლიტიკურ აქტიურობას მმართველ გუნდში ეხმაურებიან, სადაც ამბობენ, რომ პოლიტიკური გრძნობებით ნაკარნახევი პროცესების ადგილი უნივერსიტეტის კედლებში არ არის. ნინო დობორჯგინიძე როგორც სოციალურ ქსელში, ისე საპროტესტო აქციებსა და სატელევიზიო ეთერებში ღიად არის ჩართული პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვაში. გარდა ამისა, პარტია თავისუფლების მოედანმა გაავრცელა ანონსი, სადაც მითითებულია, რომ მათ პოლიტიკურ ღონისძიებაში ილია-უნის რექტორი სპიკერის როლში ერთვება. გაქვს შესაძლებლობა, გაქვს ბერკეტი, რომ გავლენა მოახდინო იმ ახალგაზრდებზე, რომელიც კონკრეტულ სასწავლებლებში სწავლობენ და ბოროტად იყენებ ამ ბერკეტებს ფაქტიურად. ეს მორალური კანონის დარღვევაა უპირველეს ყოვლისა. ფაქტია, რომ პოლიტიკური აქტივისტი აირჩიეს რექტორად, რასაკვირველია ის ბერკეტი, რაც მას გააჩნია ხელში და იყენებს ახალგაზრდების გონების და ტვინის გამოსარეცხად, არის დასაძრახი. პოლიტიკური გადაწყვეტილებების, პოლიტიკური ქვენაგრძნობებით ნაკარნახევი პროცესების ადგილი ნამდვილად არ არის საუნივერსიტეტო წრეებში, უნივერსიტეტის კედლებში, მით უმეტეს მაშინ, როდესაც არაერთი პირდაპირ რომ ვთქვათ, მტკვრულად განწყობილი ძალა შეიძლება იყოს დაინტერესებული დღეს იმით, რომ საქართველოში მიმდინარე რეფორმას, აი ამ მასშტაბურ ეროვნულ საქმეს რაღაც გარკვეული რეპუტაციული ზიანი მიადგეს და წყალი შეუდგეს. სატყეო სექტორის რეფორმის ფარგლებში მომზადებულ ტყის კოდექსში შესატან ცვლილებებზე საჯარო განხილვა ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უმთავრესი პრიორიტეტია დეგრადირებული ტყეების აღდგენა და ტყის ფიზიკური დაცვა. შესაბამისად, კოდექსში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს მონიტორინგისა და კონტროლის გაუმჯობესებას და ტყის დაცვის გაძლიერების მექანიზმებს. ასევე იგეგმება ბიზნეს პროცესების გამარტივება და ხარჯების ოპტიმიზაცია. კანონპროექტით ტყის ფიზიკური დაცვის ფუნქცია უბრუნდება ეროვნულ სატყეო სააგენტოს. ეს არის ღონისძიების მთელი კომპლექსი, რომელიც ემსახურება ერთი მხრივ ტყის რესურსის და ტყის მასივების დაცულობას. ეს დაცულობა უნდა გაიზარდოს ახალი ტექნიკური აღჭურვილობით, თანამედროვე ტექნოლოგიებით და მეორე მხრივ პერსონალის უფრო მეტად კვალიფიციური დონით, რაოდენობის გაზრდით. სატყეო სექტორის რეფორმისთვის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები იქნება განხორციელებული მიმდინარე წლის გაზაფხულზე. შევძლებთ, რომ გქონდეს ერთის მხრივ უკეთესად დაცული ტყე, მეორეს მხრივ ჩვენ შევძლებთ, რომ მოვახდინოთ უფრო მეტი ტყის აღდგენა. ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ევროკომისიის გლობალური ინტერნეტ ცენზურის 10 წლიან კამპანიას ეხება. დოკუმენტში წერია, რომ ევროკომისია მიზანმიმართულად გამოიყენა პოლიტიკური ბერკეტები სოციალურ პლატფორმებზე ზემოქმედებისთვის, რამაც ონლაინ გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდა. ანგარიში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირის ქვეყნების საარჩევნო პროცესებში ერეოდნენ. კერძოდ 2023 წლიდან მოყოლებული ევროპის 6 ქვეყანაში გამართული სულ მცირე 8 არჩევნების წინ ევროკომისიის წარმომადგენლები ხვდებოდნენ სოციალური მედია პლატფორმების წარმომადგენლებს, რათა მათზე ზემოქმედება მოეხდინათ. ევროკომისია ასევე შეეცადა ჩარეულიყო 2024 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში და სურდა დამატებითი ცენზურის დაწესება ინფორმაციაზე, რომელიც დონალდ ტრამპისთვის იყო ხელსაყრელი.
ევროკომისია შეეცადა ჩარეულიყო ამერიკის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში და პლატფორმებზე ზეწოლას ახდენდა არჩევნების წინ ამერიკული კონტენტის მოდერაციის მიდგომებთან დაკავშირებით. მათ სურდათ დამატებითი ცენზურა შეერთებულ შტატებში განთავსებული კონტენტისთვის, რომელიც პრეზიდენტ ტრამპისთვის ხელსაყრელი იყო. ევროკომისია რეგულარულად ერევა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნულ არჩევნებშიც. მას შემდეგ, რაც 2023 წელს ძალაში შევიდა ციფრული მომსახურების შესახებ აქტი, ევროკომისია ახდენდა ზეწოლას პლატფორმებზე კონტენტის ცენზურის მიზნით. სლოვაკეთის, ნიდერლანდების, საფრანგეთის, მოლდოვის, რუმინეთისა და ირლანდიის ეროვნული არჩევნების წინ 2024 წლის ივნისის ევროპარლამენტის არჩევნების ჩათვლით. კომიტეტისთვის სასამართლო უწყების საფუძველზე წარდგენილი არასაჯარო დოკუმენტები ადასტურებს, თუ როგორ ახდენდა ევროკომისია რეგულარულად ზეწოლას პლატფორმებზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნული არჩევნების წინ, რათა არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაეყენებინა კონსერვატიული ან პოპულისტური პოლიტიკური პარტიები. ანგარიშის ერთ-ერთ თავში, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნულ არჩევნებში ევროკომისიის ჩარევას ეხება, სლოვაკეთის 2023 წლის არჩევნების მაგალითია მოყვანილი. ევროპული ცენზურის წნეხის პირობებში TikTok-მა ისეთი განცხადებები დაბლოკა, როგორიც იყო. არსებობს მხოლოდ ორი სქესი. ბავშვები ვერ იქნებიან ტრანსგენდერები. უნდა შევაჩეროთ ბავშვების სექსუალიზაცია. ტრანსგენდერული იდეოლოგია სლოვაკეთისთვის ისეთივე დიდი საფრთხეა, როგორც კორუფცია. ეს განცხადებები არა სიძულვის ენა, არამედ პოლიტიკური მოსაზრებებია სამეცნიერო და სამედიცინო საკითხების შესახებ, თუმცა ევროკომისიის წნეხის ქვეშ TikTok-მა დაბლოკა ეს განცხადებები სლოვაკეთის ეროვნული საპარლამენტო არჩევნების წინ, ნათქვამია ანგარიშში. შუალედურ ანგარიშში მოლდოვის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაზე წერია. არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ევროკომისიის მოლდოვის მხარდაჭერის ცენტრმა ორდღიან სამიც უმასპინძლა. თემაზე დეზინფორმაციის რისკებთან ბრძოლა ციფრული მომსახურების რეგულირების გზით. სპიკერებს შორის იყო მოლდოვის პრემიერ-მინისტრიც. საპრეზიდენტო არჩევნებში კი მონაწილეობდა კანდიდატი იმავე პარტიიდან, რომელსაც მოლდოვის პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს, რამაც ინტერესთა კონფლიქტის სერიოზული ეჭვები გააჩინა. მოლდოვა ჯერ კიდევ არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რაც დამატებით კითხვებს ბადებს იმის შესახებ, თუ რატომ გაიმართა დისკუსია მოლდოვაში. მაშინ, როცა კომისია აცხადებს, რომ ციფრული მომსახურების აქტს არ გააჩნია ექსტრატერიტორიული ძალა და მოლდოვაზე არ ვრცელდება, ნათქვამია ანგარიშში. წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანგარიშს ეხმაურება კომპანია Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელიც. ტირანებს უყვართ ცენზურა, წერს ილონ მასკი სოციალურ ქსელში. გამოძიებამ შვეიცარიულ ბანკ კრედიტ სუის ნაცისტებთან შესაძლო კავშირის მქონე 890 ანგარიში გამოავლინა. ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ჩაკ გრასლიმ განაცხადა, რომელიც ბანკების მიერ ჰოლოკოსტის ხელშეწყობის შემსწავლელ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ხელმძღვანელობს. მისი თქმით, გამოვლენილია მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც კრედიტ სუისის საბანკო ურთიერთობები ნაცისტების გასამხედროებულ ორგანიზაცია SS-თან გაცილებით მასშტაბური იყო, ვიდრე აქამდე იყო ცნობილი. ნაპოვნია დღემდე უცნობი ომის დროინდელი ანგარიშები, რომლებიც ეკუთვნოდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გერმანულ იარაღის მწარმოებელ კომპანიასა და გერმანიის წითელ ჯვარს. გამოკვეთილია ახალი დეტალებიც იმ სქემის შესახებ, რომელიც ნაცისტებს არგენტინაში გაქცევაში ეხმარებოდა. ქრონიკა პირდაპირ ეთერში ზუსტად 10-ზე დაბრუნდება. იმედის ეთერს კვლავ იმედის დილა განაგრძობს. დროებით.